უსაცობია პარალელურად. ძლივს ბენზინგასამართზე ნახეთ ბორბლების დასაბერი. თითქმის ყველა ბენზინგასამართზე, რომელიც ტრასაზე დგას და დიდია. დღეს რა ხდება, არ ვიცი. საბურავი ძლივს დავბერეთ. შუშის საწმენდის სითხე ჩავასხით, ჩავამატეთ. აქ ვიყიდე 3 ევრო ღენდა. რა თქმა უნდა, ისე მაკდონალდსში მოვედით საჭმელად, მაგრამ ისეთი ფუნის სუნია გარშემო, რომ აქ როგორ ვჭამოთ, არ ვიცი. მესამე დღეა უკვე მაგ შევჭამთ. ხუჭები მოგვიყუდება. ძლივს ჩავასხით ბენზინით, ძლივს დავბერეთ საბურავი. ვერ გამოვცვალეთ ზეთი. აზრზე არ ვარ რა ხდება დღეს. ნიკას შეკვეთა მოვიდა. ქართულად აწერია. მდე თარიღი იხილეთ შეფუთვაზე წონა ნეტა 20 მლ. ჩვენი შეკვეთაც მოვიდა. მე მგონი ძალიან ბევრი ავიღეთ, იმიტომ რომ აი კიდევ მეორე და მესამე თემშია. ვეღარ ვცვლით. ეს ბურგერები სულ ყველა ვჭამეთ ჩვენ. ამან 3 ბურგერი შეჭამა. ბიგ მაკი, 3 მაგი ჩიზბურგერი, 2 მაგი ჩიზბურგერი შეჭამა. ლამაზი მზის ჩასვლა. რა ვიყიდე დღეს? ესეთი შორმული ვიყიდე. ლაშქრობებისთვის, თავზე დასაფარებელი, ხილამურებისთვის, საპნის ჩასადები, წინდები. ესეთი რაღაც ვნახე პირველად. გამაცხელებელი პადები, ხელისთვის და ფეხისთვის ერთჯერადი ავღონდ. 6 საათი ინარჩუნებს სითბოს. მე მაქვს მოკლედ დრეინოს სინდრომი და ხელების და ფეხებიც მითეთრდება, ესე მეყინება და ზამთრის წვერი ჩემთვის მისწრება. დავიდებ ხელზე და გამითბობს 6 საათის მანძილზე. ძალიან თხელია და საყვარლოა. რაც მთავარია, ფეხსაცმელი ვიყიდე, იმიტომ რომ არ მაქვს დოლომიტებისთვის. აი, წყალგაუმტარი ასევე. ხო, ზედა არის, რომელიც უბრალოდ თბილია. მეტი არ ფრიარდება და ვაზელინის ისინი რო იყიდება ბალმები. თითი უნდა ჩათხარო შიგნით და ისე რომ უნდა წაისვა. ასევე ვაზელინის აპლიკატორია რა. ლამაზია. როცა ვიხდიდი, ეს შემომთავაზეს და უარი ვერ ვუთხარი. ამას ვეძახ შემოსაღებას. სპრეია, რომელიც ნებისმიერ ფეხსაცმელს გახდის წყალგაუმტარს. შეასხურებ ესე, ფეხსაცმელში წყალი აღარ შევა. საპნის შესანახი არის ძალიან მაგარი რამე. ჯერ ხო საპონი მოყვება თვითონ. კარგი სისუნე, დამატენიანებელი, ბევრი რაღაც მიზარება. და აი ესეთი კომპაქტური რამეა. ფუნქციები. აი იქნება საპონი. ეს მაგრდება საპონში. და მე მაგნიტით უმაგრდება ესე. კედელზე ან შუშაზე ეწებება. ან შეგიძლიათ ჩამოკიდო. მაგარი რამეა ძალიან.